40 წლის ფრანც კაფკა, რომელიც არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია, ბერლინის პარკში სეირნობდა ხოლმე. ერთ დღეს მომტირალი გოგონა შეამჩნია, რომელსაც თოჯინა დაჰკარგოდა. კაფკა გოგონას თოჯინის მოძებნაში დაეხმარა, თუმცა ვერ იპოვეს. მან გოგონას უთხრა, რომ შემდეგ დღეს ისევ აქ შეხვდებოდა ძებნის გასაგრძელებლად. შემდეგ დღეს კაფკამ გოგონას წერილი გადასცა და უთხრა, რომ მისი თოჯინისგან იყო. გთხოვ არიტირო, მე მსოფლიოში სამოგზაუროდ გავემგზავრე. ჩემი თავგადასავლების შესახებ აუცილებლად მოგწერ. ასე დაიწყო ისტორია, რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. შეხვედრებისას კაფკა გოგონას თოჯინის წერილებს უკითხავდა, რომლებიც სავსე იყო საინტერესო თავგადასავლებითა და ამბებით, რაც ბავშვს ძალიან ახალისებდა. ბოლოს კაფკამ გოგონას ახალი თოჯინა მიუყვანა და უთხრა, რომ ის მოგზაურობიდან დაბრუნდა. ეს თოჯინა სულაც არ გავს ჩემ თოჯინას, უპასუხა გოგონამ. კაფკამ კი მას თოჯინის კიდევ ერთი წერილი გადასცა. ჩემმა მოგზაურობამ შემცვალა. გოგონა ახალ თოჯინას ჩაეხუტა და სახლში წაიყვანა. 1 წლის შემდეგ კაფკა გარდაიცვალა. დიდი ხნის შემდეგ უკვე ზრდასრულმა გოგონამ თოჯინის ჯიბეში კაფკას მიერ ხელმოწერილი წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: ყველაფერი რაც გიყვარს, ალბათ დაიკარგება, თუმცა ბოლოს სიყვარული სხვა გზით მაინც დაბრუნდება.